დაჯექი, აუ, დაჯექი. ჩეთი არ გვაქვს. ოპა, წავედით. და გამოვედით. ეხლა წავიდეთ, გადმომირიცხავ 50. Right. Exame ეგა. ინება თქვენი 255 დოლარი. ეხლა წავიდეთ ცოტა სწრაფად ავტოსკოლაში, ავიღოთ პრავა. მე მგონი ყველა მიცით ავტოსკოლა, მაგრამ მაინც გაჩვენებდა ტპ-ი არ მივალ. რა ვიცი, მაინც ახალი დამწყებებით შეიძლება იყვნენ, არ იცოდნენ ავტოსკოლა სად არის, რა ვიცი, მაგრამ გპს-ს გამოვიყენოთ. არჩით ადგილი, ავტოსკოლა, წავედით, წითლად არის მონიშნული რუკაზე, წავედით, ცოტა უბრალოდ ცოტა სწრაფად წავალ. ასე თქვა speed hack-ით, რომელიც აკრძალულია სერვერზე. მეც ამოშლი ჩეთს, იმიტომ რომ მინდა ისეთი რაღაცა დავნერგო, რომ აი ყველას კონდეს რა, აი ყველას მუღამი კონდეს, აი უბრალოდ მინდა ხალხო რომ გააგებინოთ ისეთი რაღაცა, აი როგორც სამპროპეროზე ერთ დროს მე დაუჭირე მუღამი. მე თუ დავინახე, ჩემთვის აი რამდენი კაცი, გეტყვი 40 კაცი, ზუსტად 40 კაცი. საკმარისია, სავსებით საკმარისია ჩემთვის. 40 კაცი თუ იქნება პროექტს არასოდეს არ დავხურა, რასაც ქვია. არც იმის ფული არ მიჭირს, რომ ჰოსტის ფული გადავიხად, რო იციან ხომ, აი მაგალითად გეორლეზე, რო იციან ხომ, მეც ვიყავი გეორლეონერი, რო იციან ხომ, ბოლო დღეს დაიწყემე ხომ, აუ ხალხო ჰოსტის ფული არ გვაქვს და თუ გინდათ რომ გავზარდოთ, ჩაგვირიცხეთ აქ და რაღაცა, ხო აზე ხარ. ეგრე არ გამოდის ძმაო. ეგ არის, რა ვიცი, როგორ ვთქვათ, ხალხის თავზე დაჯდომა. მე ხო, აი მათხრობა, მე იმის ფულიც მაქვს, რომ ჰოსტიც გავზარდო. დავაყენო ჰოსტის გაზდა არ გამოვა, იმიტომ რომ 1000 კაციანი ჰოსტი მაქვს ისედაც და მაქსიმუმი სლოტი სამში ყველა მის დრო 1000 კაციანი. და ამიტომ ძალიან დიდი შემართებით ვართ, ადმინები ნეტანახოთ, აი მაგალითად ჩავდათუაშვილი დათო. ავიღოთ. თავს იკლავს პოსტებით, ხო ხედავთ, ეგ არის server 01-ის მთავარი ადმინისტრატორი. ნუ რაც შეეხება server 01-ს, ეხლა ანუ მე ისეთ დაგეგმილი მაქვს ისეთი რაღაცა 50 კაცი 100 კაცამდე 120 კაცამდე თუ ავიდა პროექტი თუ ხალხს მოეწონა, გავხსნი მეორე სერვერს. იქაც თუ ავიდა მე მესამე სერვერს. ნუ როგორც საპროპეროზია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეგ რაღაც ძალიან ისეთი ოცნებასავით მაქვს ასე ვთქვათ. მაგრამ ახდენა შეიძლება თუ ხალხი იქნება. ეხლა მოდი ბარემ ბანკომატის სისტემა. აქვე ვართ, ყველაფერი ფულის გამოტანა ბალანსი, ყველაფერი აქ არის კარგად მოცემული. შევიდეთ და ავიღოთ პრავა. იმიტომ რომ დავტესტოთ ავტობუსის სამუშაო. და დავიწყოთ წითლად გვიჩვენა რუკაზე, უნდა გავიდეთ და შევიდეთ აი აქ. მივიდეთ. რიჩარდ, მოდი დამიჯექ კატაო. ნახოთ სისტემა. ჯერ პრავა არ გვაქვს, მაგრამ მაინც გატავებ. პატრული ჯერ ვერ გაგვაჩერებს. დაჯექი. შლანგბაუმი გაიღო. ჰაშს დავაწვევით ჰ-ს, ანუ და გაიღება. ვივლით ამ წითლებში, მე ცოტა სწრაფად გავივლი. მაინც ვიდეოა რაღაცა. რაც შეეხება ჩვენ Facebook გვერდს და YouTube channels. YouTube channel-ზე რა ვიცი, ძალიან გამიკვირდა ფორუმის ვიდეო რო დავდე მე 6 ნომერ 6 ვიდეო. რო დავდე ძალიან ბევრი პოპულარობა მოიპოვა, ასე ვთქვათ 80 ნახვაზე ავიდა. ყველა საინტერესებდა უქოს ფორუმი მაინც ასე ვთქვათ ცოტა უხეშ ვთქვი ტრუხა რა და ძალიან მალე გავაკეთებ G forums წერტილზე, როგორც გითხარით. მან კი არის სამფიეროშიც აქვე წეგანო ჩავიართ აი დოლარის ის რო არის კურსზე. მან ასე ვთქვათ უახლოეს მომავალში უკვე სისტემა დაწერილი მაქვს, უბრალოდ ხალხის თუ იქნება დავამატებ ვალუტის კურსს, როგორც საქართველოში არის, აიწევს, ბევრნაირი ვალუტა იქნება, მაგალითად მერია იმუშავებს ლარზე, ბანკები იმუშავებს დოლარი, ევრო, რომელსაც შეიტანთ, სხვადასხვა ფული იქნება, ანუ გადახურდავება, სისტემა დამატდება, ანუ ვალუტჩიკები, როგორ ქვია. არ ვიცი ქართულად, კაროჩე, გადამხურდავებელი ხალხი დამატდება, ჯიხურები დამატდება გადახურდავების სისტემისა. და ასე ვთქვათ, ყველაფერი ძალიან მაგარი იქნება. პროსტ აი როგორც მე მინდა ამ პროექტის გაკაჩვა, ხალხსაც ეგრე უნდა უნდოდეს.
აუ კიდე არ იქნება რაღაცა ისინი აი მაგალითად ხაზი აუში development team და რაღაცეები უბრალოდ ადმინისტრატორი მარიონდერ და რასაც დაწერს ყველა ლეველზე ეგრეა ხაზი ადმინშიც ლეველებია ხაზი ადმინს აი მე ეხლა რაპონჩი ცოტა ცუდი ნათქვამია რატომ მაწერია სპეცადმინი სამპროპელოზე ყველა მის კარჩი ყველანაირად ბაძავს სამპროპელოს მე ვაღიარებ ხალხმა რო იცის ხოლმე აუ იმ სერვერს ბაძავს და მე რო ეს იძახის რომ არა ბიჭო როგორ ბაძავ და რაღაცა მე ყველანაირად ბაძავს სამპროპელოს პროექტის დამაარსებლებს სამპროპელოზე ქვია სპეცადმინები და არიან 9 ლეველები და სინამდვილეში სულ არის 6 ლეველიანი სისტემა აქაც ეგრეა 6 ლეველი არის სერვერის მთავარი ადმინისტრატორი პროექტის დამფუძნებელი სადაც 9 ლეველი სპეცადმინი სპეცადმინისტრაცია სამპროპელოზე შედა შემოკლებით სპეცადმინი так ყველაფერი უცბად ეხა პრავა ავიღოთ მე ავტობუსის სამუშაოები დავტესტოთ უი ავტობუსის სამუშაოებს რაც შეეხება არის რანდომზე ანუ რანდომი რას ნიშნავს ეხა აი ესეთი ჩეკპოინტებში ხო დადიხარ იხილავთ ეხავე რომ ავიღებ პრავას წავალ ავტობუსზე იხილავთ ჩეკპოინტებში დავდივარ და გიწერს რამდენი აიღე იმ ჩეკპოინტში შეიძლება ერთ ჩეკპოინტში 10 აიღო შეიძლება აიღო 30 შეიძლება 50 შეიძლება 100 შეიძლება 200 ივსიო და ნელ-ნელა აგროვე ფულს როდესაც გადმოხვალ ავტობუსიდან როუტეს რო დაწერ მაინც უნდა დაერო 15 წამი არ გახუდა სერვერიდან და ჩაგერიცხება ფული ასე ვთქვათ ფორუმზე დარეგისტრირებულ ხალხს უფრო მეტი პრივილეგია ექნება ანუ პრივილეგიაში გამოიხატება ყველაფერს გაიგებენ ფორუმის ანუ ფორუმის მეშვეობით ყველაფერს გაიგებენ სერვერზე მისი დამატება ხორციელდება და ასე შემდეგ так დავაყენოთ ეხლა უნდა შევიდეთ ავტოსტაჩაში ანუ ავტოსკოლა ძალიან მივეჩვიე რუსულ ტერმინებს სამპის მეშვეობით იმიტომ რომ სულ სამპროპზე ვგდივარ გადაღამე ლიცენზეს მართვის მოწმობა გვაქვს так ეხა მარტივად დაწერე რიჩარდ ხაზის კომანდი არა მოკლე კომანდი ჯერჯერობით აუმატოთ ადმინის ლეველი ვაიმე ჩემ თავს მივეცი მე ვარ 0 მივცეთ რიჩარდს 1 4 აბას გადაწერე მაგ ხო მოდი ძალიან დავტესტოთ ეხა ავტობუსის სამუშაო მოდი დაჯექი დავტესტოთ ავტობუსის სამუშაო მოდი სანამ აქ ვარ ბარემ რამოდენიმე სამუშაო დავტესტავ წინასწარ ანუ შეიძლება ლეველი მოვიმატო უცბად იმიტომ მეც მაგ პრავა მეც მაგ იმიზნით მოვიმატებ ლეველს რო ავტობუსის სამუშაო მეგონი არ გახაღებული თუ აიღე შენც აუღე კაკ პირველი მეწავარ დაწერე ხაზი როუტე ვიცით ქალაქი ლესო ფასი დავწერთ ნუ აქ აზრი არ აქვს რა შეწევს იმიტომ რომ მაინც რანდომზია მაგალითად 200 32 პირველი რანდომი 32 მერე აიღებოთ მოაწყო 32 66 65 გათვალისწინებულია ყველაფერი ხან 32-ს მატებს რავი უფრო ხშირად 32-ს მატებს ეგრე დაყენებ ასები როლეპლეიზე გაკხო კი ყველაფერი 10 წამი დაველოდებით აი ზევით ითვლის წითლად თუ ხედავთ უკან შემდეგ ასე ვთქვათ დავგაზავთ და ასე შემდეგ რამდენსაც გვინდა გავაკეთებთ Payday-ში რამდენსაც გვინდა ვიკრუგავებთ LSS короче მოდი დიდხანს აღარ გავაგრძელებ უცბად აი 1000-მდე ავიყვან ამ სამუშაოს დიდხანს აღარ გავაგრძელებ იმიტომ რომ დრო გაგვდის თან სხვა სამუშაოებიც უნდა გაჩვენოთ განგების ლიდერს ფულგეტოზე ადმინი ხო? კი ფულგეტოზე ადმინისტრატორი გადაეცემა ფულგეტო ანუ მთლიანი გეტო ქართულად ვიბაზ ორი ხხ არ გავიგოთ ხხ ანუ სპაუნის აღება ხო არ შეიძლება და რა ქვია კიდე იმას რა ქვია კარგ ლიდერს ანუ მარტო განგების იმას არ შეეხება ეს ყველაფერი კარგი ლიდერი ჯერჯერობით გადავა სუპორტზე ჰელფერზე არა ჰელფერები აქ არ არსებობს
სუპორტ სისტემა დაემატება, სუპორტებიც არ არსებობს ჯერ, მაგრამ ხვალე დაემატება. ჰელფერზე გადავა, კი არა,